საქართველოს ფულის გაკეთება თუ გინდა სადმე უნდა კორპუსი ჩათხარო, რო არ არის გათვალისწინებული მაგისთვის და ხალხი რო ბავშვს ასეირნებდა რაღაც სკვერი რო იყო, იქ თუ ჩატენი კორპუს, ეგ არის სწრაფად ფულის შოვნის ალბათ ერთადერთი ეგ არის მაგარი ბიზნესმენი. ხო, მაგარი ბიზნესმენობა და ეგ რო შეიზღუდოს. ოღონდ მაგ ხალხს უთხრა რომ ბიჭო, აი ალტერნატიული ბიზნესის თემა იჩითება ამ საქართველოში. აი მოდი რა, რაღაცა ნახევარფაბრიკატების ქარხანა გააკეთე, რაღაც კონკრეტული დეტალების ქარხანა, აგერ ჩინელებთან კოლაბორაცია გავაკეთოთ, რაღაც მოтобლოკები ავაწყოთ, მანქანის ნაწილები გამოუშვათ, ნახევარფაბრიკატები გავაკეთოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის ნაწარმიდან, აგერ დავალაგეთ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, რომ ჩვენი პროდუქცია შევიდეს და მოდი აი გორში დავუშვათ ატამი თუ მოვიდა, მოდი გააკეთე შენ რაღაცა საწარმო რო გადაამუშავე ეგ და ის გავყიდო. აი ეგეთი ალტერნატივები თუ შეთავაზე ადამიანს, მაშინ გააქვს იმის უფლება უთხრა რომ ბიჭო, რავი ახლა გავიგე რომ შენ ამ ირანელებზე ყიდიდი კორპუსს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაგას ვაჩერებ. ალტერნატივას გიქმნი კაცო, გადააკვალიფიცირდი როგორც ბიზნესმენი და მაშინ ქვეყნის საქმეც გაკეთდება, ხალხიც დასაქმდება, მაგრამ ამას უნდა სტრატეგიული ხედვა. ამას ხსნით 5 წელზე მეტია.